ამ ვიდეოში მოდი ვისაუბროთ იმაზე, თუ რატომ აქვს დედამიწას წელიწადის დროები. გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა და ზამთარი. ერთი ვარიანტი არის, რომ შეიძლება იმის გამოა, რომ დედამიწა სხვადასხვა მანძილზეა მზისგან. ანუ კი მზის გარშემო ორბიტაზე დადის, მაგრამ იცვლება მანძილი. და ასევე ვიცით, რომ დედამიწის ზედაპირი თბება მზით. ამიტომ იქნებ ზამთარი მაშინაა, როცა შორს ვართ მზისგან და ზაფხული მაშინაა, როცა ახლოს ვართ. საქმე ისაა, რომ სანამ ამას დეტალებში გამოვიკლოთ, მანამდე უკვე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ არ იქნება სწორი. და ერთი მარტივი მიზეზი გვაქვს ამისთვის. ეს მიზეზია ის, რომ როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დედამიწაზე არის ზამთარი, სამხრეთში არის ზაფხული. და როცა სამხრეთ ნახევარსფეროში არის ზამთარი, ჩრდილოეთში არის ზაფხული. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, დედამიწაზე ერთდროულად გვაქვს ზაფხულიც და ზამთარიც. ამიტომ მანძილი მაგას ვერ ახსნის. ამას თუ დავამატებთ, რომ ყველაზე შორს მზისგან ვართ ივლისში, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულია, და ყველაზე ახლოს ვართ იანვარში, როცა ზამთარია ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. შეგვიძლია დავრწმუნდეთ იმაში, რომ მზისგან დაშორება არ განსაზღვრავს იმას, თუ რატომ არის დედამიწაზე წელიწადის დროები. ამისი ნამდვილი მიზეზი არის დედამიწის ბრუნვის ღერძის დახრილობა. ამ ფოტოზე შეგვიძლია ვნახოთ ეს, მაგრამ თან მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ფოტო რა თქმა უნდა მასშტაბებით არ არის სწორი. ნამდვილი მასშტაბებით რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, გაცილებით დიდი მანძილი იქნებოდა დედამიწას და მზეს შორის და ზომებიც იქნებოდა სხვადასხვანაირად. მზეს 100-ჯერ უფრო დიდი დიამეტრი აქვს ვიდრე დედამიწას და მილიონ დედამიწას ჩაიტევს თავის თავში და მანძილი დედამიწასა და მზეს შორის არის კიდევ 100-ჯერ უფრო მეტი ვიდრე მზის დიამეტრია. მაგრამ თუ დაუბრუნდებით ახლა ამ დახრილობის ამბავს, დავინახავთ, რომ დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსი დედამიწის ორბიტის სიბრტყიდან მზის გარშემო მართობულად არ ამოდის. რას გულისხმობთ სიბრტყეში დედამიწის ორბიტის? გულისხმობთ იმას, რომ უბრალოდ ორბიტა, რომელსაც შემოწერს დედამიწა მზის გარშემო, გარკვეულ სიბრტყეს წარმოადგენს. შეგვიძლია ამას უწოდოთ ორბიტალური სიბრტყე. და შეგვიძლია დავინახოთ, რომ ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები პირდაპირ მართობული კი არ არის ამ სიბრტყის, არამედ დახრილია დაახლოებით 23.5 გრადუსით. რეალურად ესაა მიზეზი, თუ რატომ გვაქვს წელიწადის დროები. იმისთვის, რომ უკეთ და უფრო დეტალურად გავიგოთ, თუ როგორ განაპირობებს ეს წელიწადის დროებს, მოდი განვიხილოთ შემთხვევა, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფერო არის მზის მხარეს მობრუნებული, რაც მაგალითად ხდება ივნისის ბოლოსკენ. მოდი ეკვატორი დავხაზოთ, რომ უკეთ გავიგოთ ეს ყველაფერი, უკეთ აღვიქვათ და შევადაროთ ეს იმ შემთხვევას, როცა ჩრდილოეთ ნახევარსფერო მოშორებულია მზეს, რაც ხდება დეკემბრის ბოლოსკენ. დავხაზოთ ეკვატორი, ავირჩიოთ წერტილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ვთქვათ იყოს ეკვატორზე ოდნავ ზემოთ. შეიძლება ძალიან ზუსტი არ არის, მაგრამ უბრალოდ ვთქვათ, რომ ეს ორი წერტილი არის ერთი და იგივე წერტილი, ანუ ერთი და იგივე მანძილით არის დაშორებული ეკვატორიდან. თლად ზუსტად ერთი და იგივე არ იქნება, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ შედარებადია ეს წერტილები, თანაბარი მანძილი აშორებს ეკვატორს. ახლა თუ დაუკვირდებით, დავინახავთ, რომ ივნისში ჩრდილოეთ ნახევარსფეროსთვის რა ხდება? ხდება ის, რომ მზე ზუსტად ზემოთ არის ამ თეთრი წერტილის. და მეორე შემთხვევაში არის კუთხით. გამარტივებისთვის უბრალოდ მოდი დავხაზოთ ორი ვარიანტი ზედაპირის, ერთი სადაც პირდაპირ ზემოდან ანათებს სხივები და მეორე სადაც კუთხით. ამ მეორე შემთხვევაში გვაქვს უფრო დიდი ზედაპირი, ორჯერ უფრო დიდი, მაგრამ ერთი და იგივე რაოდენობის მზის სხივები. შესაბამისად, თუ ერთი და იგივე რაოდენობის მზის სხივები ეცემა მარცხენა ზედაპირს და მარჯვენა ზედაპირს, მაშინ ზედაპირის ფართობის ერთეულზე მარჯვნივ მოდის ორჯერ უფრო ნაკლები სხივი ვიდრე მარცხნივ. ანუ ენერგიის რაოდენობა იგივეა, თანაბარი ენერგია ეჯახება ორივეს, მაგრამ ერთ შემთხვევაში უფრო მეტ ზედაპირზე ნაწილდება. და ამიტომ ენერგია ზედაპირის ერთეულზე იქნება ორჯერ უფრო ნაკლები, ვიდრე მარცხენა შემთხვევაში, სადაც კუთხით არ ეცემა მზის სხივები. და ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზამთარში უფრო და უფრო დახრილი ხდება ეს მზის სხივები, ზაფხულში უფრო და უფრო პირდაპირ ეცემა. ასევე არის მეორე ეფექტი, რომელიც დღის ხანგრძლივობას უკავშირდება. ვიცით, რომ დღეები განსხვავდება, ან უფრო გრძელია ზაფხულში, უფრო მოკლეა ზამთარში, და ამასაც გავლენა აქვს, რაც უფრო გრძელია დღე, მით უფრო მეტი რაოდენობით მზის სხივებს იღებ. ზაფხულში უფრო გადახრილი არის დედამიწის ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზისკენ, ამიტომ ჩრდილოეთ პოლუსზე გექნება მუდმივი დღის სინათლე და სამხრეთში გექნება მუდმივი ღამე. და ამის საპირისპირო ხდება ასე ნახევარწელში, როცა პირიქით ჩრდილოეთ ნახევარსფერო მზეს არ უყურებს, ან უფრო სწორად მზისგან გადახრილია და მაშინ ჩრდილოეთით გექნება პოლუსში სულ ღამე და სამხრეთში სულ დღე. და რაც შეეხება გაზაფხულს და შემოდგომას, ესენი გარდამავალი პერიოდებია, თუ ზამთარში მაგალითად ჩრდილოეთ ნახევარსფერო არის ძალიან მზისგან გადახრილი და ზაფხულში მზისკენ, მაშინ შუამავალ პერიოდებში ნელ-ნელა ამ ერთი მდგომარეობიდან მეორეში იცვლება, ხომ და იგივე სამხრეთისთვის. ამიტომ არც იმაზე მეტ მზეს იღებენ ვიდრე ზაფხულში და არც იმაზე ნაკლებს ვიდრე ზამთარში.